დღეს ბრიფინგი გამართა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად ოპოზიციის წარმომადგენელი დანიშნოს. ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭოს საპროკურორო საგამოძიებო და ოპერატიულ საამძებრო უფლებამოსილებები. კუკავას თქმით, ბოლო დღეებში მოწმე გახვდით, რომ თავად ხელისუფლების მიერ დადასტურებული მტკიცებულებებითაც კი უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკები მილიონობით დოლარის კორუფციაში არიან ჩართული. სიახლე იყო მხოლოდ ის, რომ ეს ხელისუფლებამ აღიარა. ხელისუფლებას მიმართავთ ინიციატივით განვახორციელოთ ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა. ბოლო დღეებში გახმაურებულმა სკანდალმა ცხადყო, რომ აქ ადგილი აქვს არა ცალკეულ კორუფციულ ფაქტებს, რომლებიც მილიონობით დოლარით იზომება, არამედ ამ კორუფციაში ჩართული არის ქართული ოცნების მთელი პოლიტიკური ელიტა, პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, სრულიად აღშკარა არის, რომ არა მხოლოდ ეს ხალხი იყო კორუმპირებული, არამედ ამ ყველაფერს წლების მანძილზე თვალს არიდებდა შესაბამისი სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროთი დაწყებული და პროკურატურით დამთავრებული და მათ შორის ანტიკორუფციული ბიურო. ამიტომ ხელისუფლებას მიმართავთ ჩვენ წინადადებით, რომ ისევე როგორც ეს მიღებული არის ყველა ცივილიზებურ და ნორმალურ ქვეყანაში, ანტიკორუფციული ბიურო გამოიყოს აღმოსრულებელ ხელისუფლებას და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. მეორე, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭოს საპროკურორო საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ფუნქციები, რათა ამ დაწესებულებამ შეძლოს არა უბრალოდ ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, არამედ პირდაპირ დამნაშავეების საქმეები გადასცეს თვითონ დამოუკიდებლად სასამართლოს სხვა დაწესებულებების მონაწილეობის გარეშე. თუ მოხდა სასწაული და ხელისუფლებამ განიხილა ჩვენი წინადადება და დადებითად გადაწყვიტა, მე ვიძლევი პირადად გარანტიას, სულ ერთია მე ვიქნები ამ ბიუროს ხელმძღვანელი თუ ნებისმიერი სხვა ოპოზიციონერი, რომ მინიმუმ 1 მილიარდი რარი იქნება ყოველწლიურად ბიუჯეტში დაბრუნებული და უამრავი მოქმედი და არა მხოლოდ ყოფილი ჩინოვნიკი მოხვდება სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. თუმცა ამისი მოლოდინი რა თქმა უნდა ნაკლებად გვაქვს და თუ ხელისუფლება უარს იტყვის და ალბათ უარს იტყვის ამ წინადადებაზე, ეს იქნება პირდაპირ დასტური იმისა, რომ რაც ხდება ღარიბაშვილთან და ბილუაშვილთან მიმართებაში, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური თუ კლანური ანგარიშწორება და კორუფცია საქართველოში ყვაოდა და ყვავის ყველა ტენდერიდან და ყველა პრივატიზაციიდან და ყველა ლიცენზიიდან წილები მიემართება მილიონობით და მილიარდობით დოლარი მიემართება ქართული ოცნების შავ სალაროში.